განცხადების გამო ლევან ხაბეიშვილი დღეს არის დატყვევებული ბიძინა ივანიშვილის მიერ, რადგანაც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია ხმამაღალი საუბრის და მიუხედავად იმისა, რომ მან განაცხადა, რომ ეს იქნება მშვიდობიანი ლამაზი ქართული დროშების რევოლუცია, მათ მაინც ვერ გაიგეს ამ რევოლუციის შინაარსი და რევოლუციას ყველაფერს ეძახიან რაღაცა საშიშროებას. ამიტომ ჩვენ პატიმრის ოჯახის წევრები ყველა რა თქმა უნდა მოგიწოდებთ ყველა საზოგადოებას, მათ ვინც გახართ ჩვენ გვერდით, ვინც ხვდებით ქუჩაში და გვიხუტებთ გულში ჩვენი შვილების გამო, შვილების, ძმების, ცოლების, რა ვიცი, დაპატიმრებულია თითქმის ყველა ხალი და კაცი. დაპატიმრებულები არიან სინდისის ბიჭები, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ, დაპატიმრებულები არიან პოლიტიკოსები. ისინი ყველა ვისიც ეშინია ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ აქ საშიში არაფერი არ არის. ჩვენ ვიწყებთ მშვიდობიან რევოლუციას, მშვიდობიანს მხოლოდ ქართული დროშებით. ეს იქნება ულამაზესი რევოლუცია, სადაც აუცილებლად გვეყოლება პატარა შვილებიც და შვილიშვილებიც. საზოგადოებას ძალიან ვთხოვ, დაგვიდგეს გვერდით და იყოს ჩვენთან ერთად 4 ოქტომბერს 4 საათზე რუსთაველზე ვიკრიბებით და აუცილებლად 5-ში უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება და ოცნებამ აუცილებლად უნდა დათმოს ხელისუფლება და დათმოს ახალგაზრდებისთვის, მათთვის, ვინც დღეს იბრძვის საქართველოს თავისუფლებისათვის. ჩვენ პატიმრის ოჯახის წევრები არ ვიბრძვით ჩვენი შვილებისთვის და ოჯახის წევრები დაპატიმრებული ადამიანებისთვის, ჩვენ პირველ რიგში ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისათვის, რადგანაც არ უნდა იყოს საქართველო ისევ რუსეთის კლანჭებში მოქცეული. მადლობა ყურადღებისათვის და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად. მოგესალმებით, ჩემო მებრძოლო საქართველო. რამოდენიმე დღის წინ ჩემმა შვილმა, პატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ დაგვირეკა ტელეფონით, ბევრი მშობელი ვიყავით ერთად და თქვა ერთი არაჩვეულებრივი ფრაზა: აქ არ არის სხვისი შვილები, აქ არ არის სხვისი დედები. და ჩვენ ეს პერიფრაზი გავაკეთეთ: ერთი დედა, ერთი შვილი. ეს ახლა ჩვენი ლოზუნგია. ერთი დედა, ერთი შვილი და 4 ოქტომბერი. დღეს ჩვენ გვიყურებენ ციხიდან, ჩვენი იმედი აქვთ და თქვენი იმედი აქვთ, ჩემო მებრძოლო საზოგადოება. 4-ში ყველა უნდა გამოვიდეთ, მაგრამ მე მინდა გავაკეთო მიმართვა ქართველი ხალხის მიმართ. თქვენ ნუ შეგეშინდებათ სხვა მხარეს მყოფო ქართველებო. ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და ეს ასეც იქნება. მაგრამ ის პროკურორები, ის მოსამართლეები, ის მოწმეები და ის ადამიანები, ვინც დააშავეს, ისინი რა თქმა უნდა კანონიერად პასუხს აგებენ. მაგრამ თქვენ ჩემო ქართველო ხალხო, 4-ში გამოსვლის ნუ შეგეშინდებათ. ეს არის ქართული სიყვარული და ეს ასე გაგრძელდება. ერთი დედა, ერთი შვილი. 4 ოქტომბერი ყველა გარეთ. მოგესალმებით ყველას. 4 ოქტომბერს როგორც ჩვენ პატიმრის მშობლები ყველანი მოუწოდებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ გამოვიდნენ და დადგნენ ისევ ჩვენს გვერდით. მართალია უკვე რამდენი დღეა, ალბათ 300 დღეა უკვე ისევ ჩვენს გვერდით დგანან ამდენი ხალხი, მაგრამ ჩვენ მაინც მოუწოდებთ ყველას, რომ 4 ოქტომბერს 4 საათზე ისევ გამოვიდნენ ყველანი გარეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანად დატოვოს ეს ქვეყანა და წავიდეს. ეყოფა ჩვენ საქართველოს ამდენი წამება და ამდენი უბედურებების გადატანა. ყველას მოუწოდებთ და იმედია, რომ დაგვიდგება ხალხი გვერდით და დაატოვებს მშვიდობიანად ივანიშვილიც და ეს ჩვენი პატიმრებს, რომ თანდათან ამატებენ ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, იმის მაგივრად, რომ გაანთავისუფლონ ეს ჩვენი ანსინდიცის პატიმრებიც და ისინი პირიქით ამატებს პატიმრებს და ამითი რა უნდა და რის მიღწევა უნდა, ვიცით, ჩვენ ყველაფერი კარგად ვიცით, რომ ისე უნდა, რომ რუსეთს ჩააბაროს და ლანგრით ართმევთ, რასაც ქვია რუსეთს ივანიშვილი საქართველოს და საქართველოში მე მგონი იმით ვარ დაღუპულა ამდენი ხალხი და იმით ვარ დაღვრილი ამდენი სისხლი, რომ ჩვენ ისევ რუსეთისკენ წავიდეთ. ჩვენ გვინდა ის ევროპული მომავალი ყველას და იმედია, რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად და გაუშვებთ ბიძინა ივანიშვილს. კი ბატონო, წაბრძანდეს რუსეთში, რახან ძალიან უნდა რუსეთი და ვერთმობს
იმად გარეშე ჩვენ დაგვანებონ თავი და წაბრძანენ რუსეთში. დაგვიტოვონ ჩვენი საქართველო ჩვენ.